და ეხლა მოგიყვებით ჭამა მერე იყოს რა ვქნათ ახლა ახლა ბავშვობიდან დღემდე ვარ შეყვარებული ჭამაზე მიყვარს კარგი კვება განსაკუთრებულად კლაპანი მიხსნება 7-დან 12-მდე 2-მდეც და შორი მანძილი ვერ გავიარო სამზარეულობამდე აქეთ მომაქვს რა და საწოლთან პატარა მაგიდეს ვავსებ ხოლმე ეს უფრო მაქვს გაწყობილი და მე დილით ვალაგებ და ეს ამ მდგომარეობაში ვარ დაბადებიდან დღემდე ხოდა ვისაც ჭამა გიყვართ და ჩემ დღეში ხართ ყველა მესმის თქვენი ხოდა რას გეუბნებოდით ახლა სხვა რაღაც სულ ჭამა მოახსოვს ჩემი გაჭირება მაქვს რა შევედი ოჯახში პისატებს ეძახიან ებრაელებს სადაც რა ვიცი ჰაერში უნდა იბზრიანო რა და მე ხა ბავშვობაში კარატეში კიდევდიოდი ხა ესეთი პირდაპირ მნიშვნელობით ჰაერში ბზრიალი არ ჭდებოდა მაგრამ დავდიოდი რაღაც სამჯერ 4-ში გამოვწმინდავდი ატაკს რაღაც და მე ესე გავხედავდი თუ ლაპლაპებდა და აი ეგეთი რაღაცები რომ ავიყვანე სამსახურში და ამიყვანეს და ეს გოგო მეუბნება ეხა ძალიან მაგარი დაალაგება იციო ხათო მეუბნება ეხა ძალიან ცუდად თარჯიმნი რა ვიცი ხან ესე გადავთარნი ხან ესე განვთარნი ენის ამბავი იცით და ჩემი გამოგდებების ამბები ხოდა ვინც დევნებთ ეხა და უსმენთ ჩემს TikTok გვერდს და Facebook გვერდს და მოკლედ ძალიან მომწოხარო ხათო და მე ესე 4 დაქალი მყავსო და ვეწყიო რა ხარისხიანად ალაგებო კარგი ადამიანი ხარო სანდო სახლში შესაშვებიო და ვეწყიო რა ჩემს მეგობრებსაცო და თუ კი შეძლებთო 5 მივართ მთლადო რას ლაპარაკობ მე უთხარი მაგისთვის ვარ დაბადებულ შექმნილ გაჩენილი მე უთხარი რას ლაპარაკობ არა კი არ კიდე დავიმატებ მე რას ლაპარაკობ თქვენგან რომ მივდივარ მე 3-4 საათი კიდე მე ღამისაცე რომ მივდივარ მე პირველ საათამდე 2:30-მდე მე სახლში არ შევდივარ რა ვიცი ენერგია მერჩის მე უთხარი გაჯერებას რა უთხარი ხოი რას თავარია სამსახური ვიშოვე როგორი ჯაფა გაქვს და შეძლებ თუ არა ამას ვინ დაეცემს და რას თავარია მაყავს 5 ოჯახი და მოვდივარ 3 საათი 2 საათი 3 საათი 2 საათი მოკლედ გამძვრა სიკა დავემსგავსე ფილმში რო აყვის ძიავარდენ მექანიკურია აი მაგას დავამსგავსე სუფთარ ჭიჭილაკე სულ აი საუბრის ჰაერის არ მქონდა რომ მესაუბრა რა ტელე-6 თვე ამ დღეში ვიყავი გავიხედე მე-4 სახელებს ხოლმე ვიმახსოვრებდი ახლა დავარქვი მე-4 მეორე ჩიხში იყო ერთი 4 იყვნენ რა ერთ ჩიხში და მე-5 იქით იყო მაგრამ მე-4 თავში ცხოვრობდა რა ესეთი ინკუბატორების კაცოწლებით იყვნენ ჩამწკრივებულები და კალოჭკები რა ენაღლებოდათ მე პატრონი არ მყავდა ამათ კი უხაროდათ ხოდა ნუ მოკლედ რაც მევალებოდა არ მევალებოდა მგონი სარიცხი მანქანის გათიშოც უნდათ რომ მე ხელით გამერეცხა მაგიმამდეს მე ძალიან ისე ნაგლები არიან და მომბეს და ახლა ეს მეეცა ეს შტერაკუა გოგოს როლის თამაში და მოკლედ ამ მე-4-ს მოუძებდნენ სუსტი წერტილი მე-4 ბეისმენტში რო ჩავალ მეთქი ახლა მე ჩემებურა ჩემ ჯგუას დავალაგებ ამ 1 საათში მე-4 და ამოვალ ზემოთ კი ორაზეა ლაპარაკი როგორც შენ გინდა ერთ პირველი დღეს ჩამომაკითხა უბრალოდ სად რა იყო მანახა და ბეისმენტი პირველი ნულოვანი სართული რა ხოდა საძრი კიბეებით ეს ჩამორაკუნდებოდი და ეხა ჩემ ჯგუაზე ვალაგებდი და მე ვიფიქრე წელგვერდი მაგ გაშეშებული არ შემიძლია ტიროდი ცუდათა ვარ პატრონი არ მყავს როგორც თქვი და მე ვიფიქრე შეგიტირება გაყოფას და ჟენია მაქვს მოყვანილი როგორც კი ჩავალ ბეისმენტში პირდაპირ ხელმარჯვნივ დივანი არის ტყავის ავიწვართნებოდი შენით კი ვიღავი ნებირობდი 20-25 წუთი შენი ჭირიმი აქეთ ეს ფეხებზე მასაჟს აკეთებ და მიდი მოვდივარ კი არა ბოლოს ისე გავკადნიერდი ფეხები მქონდა ზემოთ აწეული ვასვენებდი კუნთებს ახლა მე-5-ესთან მივდიოდი მე ეს გველანძუა იყო მე-5-ესთან მივდიოდი მე მოძლიერებულად ანუ შევიდოდი კი არა რაღაცა სუსტი კი არა კი ვარ მაგრამ ძალიან მერჩის ამ მდგომარეობაში რაც დავეცებდი მე კი არ გამაგდო ანუ პატრონი არ მყავდა არც გავიხედე 2 კვირა ვარ ამ მდგომარეობაში კი ვარ სულ მოთქმული რა ესეთ დღეში ვარ გასწორებულში ვარ მოკლედ ამ 2 კვირის ხალხას უნდა გადაიხადოს ახლა ბოლოს 2 კვირა გავიდა და მეკუთვნის ხალხასი და მაგალითად პირობითად რომ უნდა მომწეს $600 მაძლევს $300 What's happened? მე რა ხდება? Give me my money, მე ვთხარი. რა არის ეს? ხელებით, ფეხებით, რა ვიცი. ხელებით და ფეხებით რო არ გამომდიოდა, რაც მინდოდა, რო ვევრაგები, მე ვხატავდი. რა ხდება? მე ვთხარ. სადაც ჩემი ფული? დიდ გულზე ვარ, რას ლაპარაკობ? როგორ გეკადრებათ? მოდი აგერო, მოდი.
დიახ, წელში ვერ გამართულას ლაბარაკო. ეგერო იმ კამერას თუ ხედავ, შეხედე, კამერები როაო, ეგერო. ეკრანს ხედავ ოთახში. გავხედე, გამოხედე, გავხედე. დავაშტე. ვაი შესაწყალო ხათუნია. ვაი შესაძოდო შეუბედურ დღეზე გაჩენილო შენ. ყველაფერს გადაშლილია. ეს ეკრანი სულ ყველა რომელი კუთხიდან, გინდა იქიდან, ნაკიდან ყველა მხრიდან. იმ ბეისმენტში ყველა მხრიდან მიყურებდა. როდის ვიწექი, როდის ავდექი, როდის წავედი საფიქფარეშოში, როდის ვისუნთქე და ჩავისუნთქე და ამოვისუნთქე, ის ეკონდა დინამიკებით აყენებული. აი, ეხა მაპულიდან წაცახში. ასე დავკარგე, 5 სამსახური ერთად, ერთ დღეში. დარჩი ხალო კიდე უმუშევარი. მოკლედ ახალი ჩამოსული ვარ ამერიკაში და ერთი სიტყვა არ ვიცი ინგლისური. ახლა ხო რას ამბობ გვერდზე ქუჩაზე ეგრე თარჯიმნად მუშაობს სანსეტზე. წყალივით ვიცი. ახლა პირველი სამსახური დავკარგე იმის გამო, რომ რა ვიცი მეთქი მოწესრიგებული წავალ მეთქი და დალაგებაზე წავედი და მოწესრიგებული წავალ მეთქი და რაც მქონდა საუკეთესო, რა ვიცი, ავიკაზმე, ავკაკილდი, რა ვიცი 12 სანტიმეტრიანი ქოშები მეცვა მარტო. და წავედი ესე მიკაზმულა, რომ გააყვა მქალმა კარი, შეეშინდა ლამის ინფარქტი მიიღო, ვინ არის ესო? გადაურიკე სააგენტოს, ვინ მომითრიო, აქ კარებში მომაყოლა ჩემი ჩანთა, ფეხებში იქვე კართან. ვინ არის ეს? მე მეგონა დაბადების დღეზე თუ მოვიდაო, მაგრამ ვერ სტუმარი ვერ ვიცანი და ისიც გამახსენდა, რომ დაბადების დღეს არ მქონდაო რა და ესე გამომაგდეს პირველივე სამსახურიდან. გავხედე ხა მეორეჯერ მირეკავს სააგენტო ხათოს უწახვალო რა ბებუ არისო, დავარდნილიო და თუ კი შეიძლება რომ წახვიდაო რა. რას ამბობ? მე ვუთხარ. რას ქვია, ვერ შევცვლებ. 12 წელი კარატეზე დავდიოდი მე ვუთხარი. ბებოს ავწევ კი არა, სულ ჰაერში ვაბზრიალებ, ჩემი ფასი არ ეყოლებათ არავინ მეთქი. და წავედი. ჯერ 3 საათი ვიარე. ძირს მივაგენი, ის ტრეინინგი იქ ჩდება 12 ტრეინინგი გამოვიცვალე მარტო. ამ ტრეინიდან იქეთ, იმ ტრეინიდან ამ წვიმაში დაბჭენილი დავდიოდი და კი ჩამდიოდა წყალი პირში. კაცშვილი არისო ჩემი პატრონი. მივედი, ძლივს. რომ მივედი გალურჯებული, იქით ვიყავი მოსავლელი და ამ კაც შევეცოდე. ამხედა მან ვის უნდა მოუაროს რა, მაგრამ შემიყვანა ეხლა შევეცოდე. როგორც გამოვარკვე, მე მუნჯურად, ხელებით, ფეხებით ამიხსენ რომ შვილი იყო. კი გამიხარდა შევედი, გასრიალებული, გაბარბალებული სახლი იყო რა. 30 ოთახი ზემოთ, 32 ქვემოთ და მე ჩემი მეგობარი მეუბნება შენ რა გიხარი შესაძოდაო, მაგ ოთახები ყველა შენი დასალაგებელი იქნებაო და ოის შესაძოდაო ხათუნია მე ვიფიქრე, აქვე ვერ ახარ კარგად, არა საქმე კარგად. ბებოს ძინავს, მეთქი ბებოს ძინავს, გასაკეთებელი არაფერი არ არის, არ მავალებენ მისაღებში კაი ნაირნაირი აი ესე სასმელები, წითელი, ყვითელი, შავი, ლურჯი, მე რა მიხარო და არ ვიცი მაგრამ ჩავაგვირდი. და მოკლედ ახლა ეს გავიხედე ტელეფონმა, გავედი ახლა ოთახში, ბებიას უკვე არაფერი არ სჭირდებოდა და გავედი ოთახში და ტელეფონმა დამირეკა. ახლა და ისე გავერთე ლაპარაკში მეგობარმა დამირეკა, ლაპარაკობ ქაქანებ, არ არის საშველი და ეთყობა იქიდან ის მეძახდა და ვერ გავიგონე და მოვიდა და მეუბნება შარაფოდ. მე ვიფიქრე ხარ შარაფ რა უნდა ახლა ვერ გავიგე რა იყო ეს შარაფ მეუბნება წინ გაჩომდიო ესე ცუდი ფორმა შარფ ჩაიგდე ნა შარფ ვაი მე შარფ მეორე what მეუთხრე შარაფ მეუბნება მეორე შარაფ მეუბნება მეორე და ვაი მე ვიფიქრე ალბათ შარაფისტია ის კონიაკის ბოთლი გამახსენდა მისაღებში რო იგდო და მე შენდალი ეცაც კიდე დუყარე ასტავეცე და წავედი კონიაკის ჭიკაში ჩაუსვი კონიაკი და მივუტანე ვაჯახი მეორე გამომაგდეს ამის გამო სამსახურიდან